ვისაც გინდათ აი ასეთი უგემრიელესი კერძი მოამზადოთ სანდროსგან აი ბოლომდე უყურეთ ვიდეოს ეს არის სასწაული მეგობრებო სასწაულია ჭამით ვერ გაძღებით რა ამოიღე სანდრო მოდი მე მოგეხმარები რა დავიტანჯე ხათუნა აი ნახეთ რა ეს იმიტომ რომ სანდრომ ამოიღო მე რო ამომეღო ეს ამბავი არ მოხდებოდა მე კიდე ყველი როგორი წელება ნახეთ როგორი წელება მიდი ამომეღო რომ დავიტანჯე აი უგემრიელესე გაიწე სანდრო ეხა ცხელია და რო ეცი ეხა ესე უცებთ ოდნა უნდა შეგრილებულიყო და აი ნახეთ აი უგემრიელესია სოკოთი და რა არ არის შიგნით ბოლომდე უყურეთ ვიდეოს სალმებით ხათოს და სანდროს სამზარეულოდან მოგესალმებით გულების წიაღი ბუჩკი რა სამზადებ სანდრო დღეს ეს მინდა გამოვაცხო ორი ხორცი სოკოსთან, ყველთან, არაჟნის და მაიონეზის სოუსი. ხო, სულგუნი. კი ბატონო. და ამ ფორმაში მინდა რომ გამოვაცხო და მოკლედ იქნება გემრიელი. და რა ქვია ამ კერძს? არაფერი, გამოვაცხო ხორცი. მადამ ბოვარის ვითომ ვარიანტი. ალია მადამ ბოვარი? დიახ. ხო, პირველ რიგში რას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან გემრიელია. პირველ რიგში ვაკეთებ იმას, რომ ეს ღორის ხორცი დავჭერეთ წვრილად, აი ესეთი ოსტრის ნაჭრებად რომ დავჭრათ. აჩვენე? აი ესეთი ოსტრის ნაჭრებად დავჭერეთ ხორცს, შევბრაწავთ და თან გადავიტანთ შებრაწული, როცა შეიბრაწება ყველაფერს ესე გადავიტანთ და თქვენთან ერთად ავაწყობთ. ხახთან ერთად შებრაწავთ თუ ცალ-ცალკე ბრაწავ ყველაფერს ბრაწავთ ცალ-ცალკე. კამასაკაც როგორ მოუტანია. პირველ ეტაპზე ვიწყებთ ხორცის. ესე იგი დავჭირდება არაჟანიც და მაიონეზიც, კვერცხი, სულგუნი. ოხ, რაღაცა სწავლს დაატრიალებ ხო სანდრო? ხო, ეს ყვავილი უკვე მე ისე მიშლის უკვე ნერვები. აბა დავიწყეთ და სულ მალე პირველ რიგში ვწავთ. გახსოვდეს რომ ხორცი საფადო კარგად შეიწვას. კი ბატონო. რა ხდება? ვინაიდან ჩვენი ხორცი წვრილად არის დაჭრილი, ძალიან მალე დაიბრადა. ამასობაში მე კარტოფილიც ასევე წვრილად დავჭერი კუბებად, როგორც ეს ხორცია და ხახვი ალყაალყა. კი ბატონო. შემდეგ მომრაწავ ამას, შემდეგ ამას. ანუ ყველაფერს ბრაწავ? ყველაფერს ბრაწავ. აუ, რაღაცა სწავლი იქნება. არ გაახურე, გასქურა არ გაახურე? ჯერ არა, მაგრამ დუხოვკას არ უმელს, ანუ კი ბატონო. ანუ უნდა გამაოცო, ხო სანდრო, როგორც ყოველთვის. ხდება, აბა რა დღეში ხარ? აი გავშალე შენ წალი ხორცი ასე და ამასობაში გავგები და კარტოფილიც იბრაწება. და ესე ყველაფერს ცალ-ცალკე რატო წავ, რომ დუხოვკაში მერე კარგად იცი რა არის, ჯერ ერთი კარგად გამოცხადა უფრო. წყალს არ გაუშვებ? წყალს არ გაუშვებ და ხო, სოუსივით არ გამოვა რა. აჰა, გასაგებია. სოკოსაც ესე შეწვა. სოკოსაც რა თქმა უნდა, ცალკე შრალად, აბსოლუტურად ყველანაირ წვიმის გარეშე ხარ. კარტოფილს ზეთია და დავასხით. ხო. და წავაგებაში რა ქვია. ხორცის ცხიმში. სწორი გადაწყვეტილებაა ნამდვილად. ქარმა დაატრიალა თავისი სურნელი. ნახე რა. ხა მეორე ფენა კარტოფილი, ხო? ჩვენ ადრეც ხშირად ვამზადებთ ხოლმე ესეთ ხუმელში გამომცხვარ რა ქვია ამას რა ჟულიანის მსგავსი მადამ ბოვარის ხო უკაცრავად მსგავსი ხშირად გვიდევს მაგრამ ეს რაღაც ახა ყველაფერს ცალ-ცალკე რო წავს რაღაც ძალიან ასე მგონია რომ ძალიან გემრიელი გამოვა სანდრო როგორც ყოველთვის შენი კერძები და დაგი ეხა სოკოზე გადავალთ ხო სოკოზე ხა ეხა ხალხს მობრაწავს კარაქში აუცილებლად რა თქმა უნდა კარაქი არის სასარგებლო ძალიან პროდუქტი უნდა მივიღოთ აუცილებლად ზეთი ამოვიღოთ ხმარებიდან და დაგიბრუნდებით მალე
ნახე. მოიბრაცა კარაქში და ნუ ვარდისფერი და დაიხატა. წითელ ხავს კარაქში მობრაწულს ისე არაფერი არ ჯობია. არაფერი არ ჯობია. და გადავიდა ბატონი ალექსანდრე სოკოზე. ეს არის თითქმის დამამთავრებელი ეტაპი, სოკოს სწავთ უცხიმოთ. ხა. აბსესზე რომ ამან თავისი ხნას მოკლედ და ეს წყალი არ უნდა გაუშვას მოკლედ. მოკლები რაღაცები თქო გასაშვები, ასე გაუშვებს. 4 ხარ დავჭერი დიდი სოკოები და ასე ტაფაზე უცხიმოთ წვავ. უცხიმოთ წვავს, რომ კერძი არ გამოვიდეს ძალიან ცხიმიანი. ხო, რომ ის გამოვიდეს, როგორც აი სოკო კერძი როა და დაახლოებით აი მაგის ისე. ხო, მაგრამ ისე რომ თქვა რომ არ არის ეს კალორიული კერძი, არ არის. ეგრე იმიტომ რომ ეი ბომბა. კალორიული არის, არაჟანი და ოჯახო და სასტუმრო კერძი რა. ხო, სასწაული, აი სტუმარი რომ მოგივათ. უცებ აი რო ელოდებით სტუმარს და აი გინდათ რომ რაღაცა ასიამოვნოთ, აი აუცილებლად მოამზადეთ ეს კერძი სანდროსგან. აი სასწაულია. და გამოცხობას რამდენი უნდა უკვე გახურებული აქ აი ნახეთ, აი გახურებული აქ უკვე კარგად გასქურა რამდენი? უი მომიტყვი, გასქურა. გასქურაში რამდენი უნდა? გრადუსი? ხო. მაქსიმუმზე ვარ მე ხო იცი რომ ეს 180 გრადუსი. არა, რამდენი წუთი? დაახლოებით 25. დაახლოებით ნახევარი საათი უნდა ხო რომ ნახევარი საათი. იმიტომ რომ ჯერ ერთი აქ ეს მაიონეზი, არაჟანი, ეს უბუნსო მასვიზო გადავაფარებ ახლა სოკოს რომ დავყრე აქ. ბოლო შტრიხებსაც გაჩვენებთ. ხო, და მე ბოლო შტრიხებსაც გაჩვენებთ. აცეკვებ სოკოს. აბა. ხერა, პროფესიონალ, სანდრიკ. ბიჭი ხარ სანდრა. მორჩით, ეხლა რა თქმა უნდა შავი პილპილი, რომელიც თეოსთან შევიძინეთ. თეოსუნელებში, რომელიც მდებარეობს ნავთლუხის ბაზარში, მეველე 3 ნომერში და ასევე უხდება სოკოს. წინამძღვრიშვილის 194-ში, ეს არის დეზერტირების ბაზრის წინ, ძველი ის რო იყო. ციგნების ბაზრობა რო იყო იქ მიდით თეოს სუნელებში, აი საოცარი შავი პილპილი აქვს, როგორც ყველა სხვა სუნელი. აქედან მივესალმებით. აუ სასწაული ხარ სანდრო რა მართლა რა ბედნიერებაა რო შემხვდი რა. გადამიხადე. სასწაული. ერთი იყავი და მე შემხვდი სანდრო, არ არის ბედნიერება. იცი რა თუ გეფერები დღეს რომ ის ბატასკოშიც რომ იყიდე. გაგაბატებში. აი სასწაული, ნახეთ როგორია. აი რამდენ კაცზე ეყოფა ეხა ეს? რა ვიცი ხო. ერთი კაი 6 კაც ხო ეყოფა? არა, ბევრს, 10 კაც. დააკლდა. იქიდან მიდი, რანაირად მოძრაობ, შეფი კაცი, აქეთ დაწერე. აჰა. რამდენი ნაჭერი? 1-3 ნაჭერი გინდა თხლად, აი თხლად ჭრის, რა თქმა უნდა. სულგუნს. ვითომ მომეხეხა მეთქი, მაგრამ ესე უფრო არა, ესე გამოდის, აი რაც გამოდის. კი ბატონო. გავშკელი. გეხმარები. გავშკელი. აჰა. აქეთ. ნახე რა, დახატა. და ბოლო შტრიხსაც გაჩვენებთ ბარემ და უკვე გამომცხვარით, დაგიბრუნდებით. აი 10 კაცი, აი სტუმარი მოგივიდათ უცებ 10 კაცი, ხო? ეხლა ეს გაფხეფილი კვერცხი, არაჟანი და მაიონეზი, 3 ცალი კვერცხის გული აქვს ამას. კი, მარტო გული, მხოლოდ გული. ზაპიკანკა რუსულად არის, როგორ ავთქვა ქართულად? ზაპიკანკაც არის და ზაპიკანკა. მობრაწულიც არის და მობრაწული. მობრაწულა. ხო. მობრაწულა? დი ჩაფხიკე. მობრაწულა კი არ არის კაცო, ეს არის გამომცხვარი ხორცი. ხორცი არ არის მარტო, ყველაფერთან ერთად არის. სასწაულია. გაასწორე ახლა ამაზად შენი ხელებით. აი ესე. სასწაული. დღეს ვერ დავაგემოვნებ, იმიტომ რომ დღეს არ გამოვა, გვიანია. ხვალ სამსახურშიც შეიძლება წაღება. ხო ესეა? კი ბატონო. და დაგიბრუნდებით უკვე გამზადებული კერძით. მიყვარხართ. ფიფ და ესეც საბოლოო შედეგი. სანდრო ბრავო. კოჩახ.
აი უგემრიელესია, უგემრიელესი. ჯერ გაიცი უგემრიელესი რა ხო და გასიჩო. სული კაი აქვს.